მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების გარჩევას 191 ნომრიდან. სამი ჭაბურღილიდან ნავთობის მოპოვების მოცულობები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 6, 7, 10. საერთოდ, როდესაც ეს პირველად გვესმის ამოცანაში, ცხადია უნდა გაგვიჩნდეს სურვილი, უნდა ისე ცოტა იმპერატიული განცხადება, მაგრამ ალბათ ხშირად ამართლებს. რომ შემოვიტანოთ პროპორციულობის კოეფიციენტი. ვთქვათ, პირველი ჭაბურღილიდან 6x იყო მოპოვება, მეორე ჭაბურღილიდან 7x, მესამე ჭაბურღილიდან 10x. ხშირად ხდება ისე ამოცანებში, რომ რაღაც რომ განიხილავენ ციფრებს, ასე ერთეული არ მოყვება ხოლმე, რა ერთეულში იზომება და არც არის ხოლმე საჭირო. განზომილება არ მოყვება. იგეგმება პირველი და მეორე ჭაბურღილებიდან ნავთობის მოპოვების შემცირება 10%-ით. რამდენი პროცენტით უნდა გაზარდო ნავთობის მოპოვება მესამე ჭაბურღილიდან, რომ ჯამური მოპოვება დარჩეს იგივე? გასაგებია. კარგი, მოდი ასე ვქოთ. ეს არის რეალურად. ასე აკეთებ. ახლა გეგმა რა არის? პირველი ჭაბურღილი უნდა შეამცირონ, ხო? 10%-ით, ესე იგი, პირველი ჭაბურღილიდან აიღებენ 6x-ის 90%-ს. ეგეც არის მარტივი ლოგიკა და ამაზე ადრე ვართ დამუშავარი ჩვენ მე-6 თავში კონკრეტულად. მეორე ჭაბურღილიდანაც 10%-ით უნდა შემცირდეს მოპოვება, ანუ 90% დარჩება. გეგმა რაც არის, რაც უნდა იყოს მოპოვება, ხო? და ჩვენ არ ვიცით ახლა რამდენი პროცენტით უნდა გავზარდოთ მესამე ჭაბურღილიდან. თქვათ უნდა გავზარდოთ, თქვათ მესამე ჭაბურღილზე მოპოვება უნდა გავზარდოთ x%. x-ი გამოყენებული გვაქვს და ნუ იყოს p%. რა თქმა უნდა, p%-ით თუ ზრდი, ხდება 100 + p%, ხო? ანუ 100 + p მე-100-დი ნაწილი გახდებოდა 10x-ის. და ჯამური რაოდენობა იგივე უნდა დარჩეს, ანუ სულ რამდენიც იყო 23x-ი გამოდის, იგივე უნდა დარჩეს ამათი ჯამიც რა. ისე 23x-ი უნდა დარჩენილიყო. დავწეროთ მაშინ ახლა რა გამოდის რა. 54x-ი თუ დავწეროთ 540 და 10, მოდი დავწეროთ. ეს 540 ეს არის 630 100 x-ი დამატებული 10 პრინციპში კი გვეცეოდა. აი, მე შევკვეცავ 10x ჯერ ეს რა ვქნათ? ეს არის 23x. ჯერ ერთი 10-ზე შევკვეცოთ რიცხვი დავიშალეთ. და თან მარცხენა მხარესაც თუ გავუყობთ ჩვენ x-ზე, აი თითოეულ ერთ წევრში ეს x-ი შეიკვეცებოდა და მარჯვენა მხარეზე შეგვეკვეცებოდა x-ი. დაგვრჩა ეს მიმართ განტოლება, ხო? აბა მოდი დავთვალოთ რა გამოდის. აქ არის 54/10, 73/10 და 100 + p/10. თუ 10-ზე გავამრავლებთ ყველაფერს, აქ 54 დარჩება, აქ 73, აქ დარჩება 100 + p და აქ იქნება 230. შესაბამისად, ამათ გავუკრებთ, ეგ გამოდის 217, ხო? და იმედია სწორად დაკვირვე. 10, 110, 117, 217 და გადავიტანთ გამოკლებით, გამოდის 13. შესაბამისად, ჩვენ პ-ი გვქონდა ზუსტად ის აღნიშნული, რასაც გვეკითხებოდნენ, ეს პროცენტია. ამიტომ პასუხი იქნებოდა 13%.
შეგახსენებთ ერთ-ერთ ჩვენ ავარდების მუშაობის დროს, რომ ძალიან თუ მოწყენილობა არ შეგვიპყრობს ხოლმე კონკრეტულ ამოცანაზე მუშაობის დროს, ანდა უბრალოდ სხვაგვარად ხოლმე ვერ მუშაობს ტვინი და ძალიან კაფეოთ ერთ გეს დაადგება, თუ ასეთი რამ არ მოხდა, ჩვენ არ ვიხილავთ ხოლმე რაღაც განსაკუთრებულ კრეატიულ მეთოდებს, ვიხილავთ სტანდარტიზებულ, ედღარ უნიფიცირებულ მიდგომებს, რომლებიც მსგავსი ტიპებში ბევრგან შეგიძლიათ გამოიყენოთ რა. და რაღაც კონკრეტულ მუღამებზე არ ორიენტირდებით. თუმცა ხანდახან ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ უბრალოდ პირდაპირ მუღამი დავინახეთ. შეიძლება სხვა სტანდარტული ხედვა გამოგვჩა და მოკლე რაღაც ისეთი ცოტა სპეციფიური მიდგომით გადავწყვიტეთ პრობლემა. და სულაც რამდენჯერმე ისეც იყო, რომ რამდენიმე გზა განვიხილეთ კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის. 92 ამოცანა. მას შემდეგ რაც 150-მა მიანაბრემ ბანკში ანგარიში გახსნა და შეიტანა ჯამური 780,000 ლარი, საშუალო შენატანი, რომელიც ადრე შეადგენდა 6,000 ლარს, შემცირდა 10%-ით. იპოვეთ მიანაბრეთა თავდაპირველი რაოდენობა. მოკლედ რა ხდება? მოკლედ მიანაბრები, ხო? პრები. თავდაპირველი. ეშკარად მათი რაოდენობა ხო გიკითხებიან არ ვიცით, ანუ X-ით უნდა აღნიშნოთ, ხო? იყო მაგარი კაცი. მიანაბრე. მერე მოდი ასე დავწერთ. მერე მას შემდეგ რაც 150-მა მიანაბრე ბანკში ანგარიში გახსნა, ანუ ანგარიში გახსნა, ესე მანამდე არ ქონდა, ნიშნავს, რომ მანამდე თუ X მიანაბრე იყო, მერე გახდა X + 150, ხო? და შეიტანა ჯამური 780,000 ლარი, ანუ მანამდე არსებული თანხა გაიზარდა 780,000 ლარით. მოდი აქ აღნიშნოთ სულ. თუ თელ თანხას, რაც იყო მანამდე, არ ვიცი ახლა ის აღნიშნა დამჭირდება, ამ დაჭირდება ნახოთ, მოიმატა 780,000-ით. საშუალო შენატანი, რომელიც ადრე 6,000 ლარს შეადგენდა, შემცირდა 10%-ით. ანუ საშუალო შენატანი რა არის იგივე? ესე იგი 1 კაცზე გამოდიოდა შენატანი, ხო? ну შეიძლება ვიღაცამ 100,000 შეეტანა, ვიღაცამ 5 ლარი, მაგრამ რო გაგვისაშუალოებინა, ეს ჯამური შენატანები გაგვიყო მიანაბრეთა რიცხვზე, გამოდიოდა მეგობრებო 6,000 ლარი. მოდი დავწერე ასე, საშუალო შენატანი, ანუ ეგ იგივეა 1 კაცზე გათვლით, ხო? ну, ადრე იყო 6,000, იმიტომ რომ 6,000 ლარს შეადგენდა და შემცირდა 10%-ით. მოდი დავწერე პირდაპირ, კარგი? ანუ 10%-ით შემცირება ეგ არის, ისე 90% გახდა საწყისი რაოდენობის, ანუ 6,000-ის. ეს გამოდის 5,400 ლარი გახდა. კარგი. ასე მოდი დავფიქრდეთ. მოიცე მთელი პირობა ვიცით ჩვენ, უბრალოდ კითხვის ნაწილი არ წაგიკითხავს და აგერ წავიკითხოთ, იპოვეთ მიანაბრეთა თავდაპირველი რაოდენობა, ანუ X გვეკითხებიან. სულ შენატანი ახლა მე არ ვიცი, აქედან არ შემიძლია გამოვსახო, ხო? კი. ეს იქნებოდა 6,000 X-ი, ხო? თუ თითო კაცზე თუ 6,000 ლარი მოდიოდა, X-ი კაცი ყავს სულ და ანუ 6,000 X-ი. და მერე გაიზარდა 780,000, ანუ 6,000 X-ს დაემატა 780,000. კი, სწორია. აბა საბოლოო განტოლება როგორ შევკრა ახლა? მეგობრებო, თუ აქ X ჯერ 6,000, 6,000 X უდრიდა, ანალოგიურად X + 150 რომ გავამრავლო აქ 5,400-ზე, არ იქნება ეგ რიცხვი? ამიტომ X + 150 გამრავლებული 5,400-ზე მივიღებდით 6,000 X + 780,000.
რა მოდი აქ 40-ზე შევკვეცოთ, აი ასე მოვიცილოთ, აი ესენი. აი ძალიან მინდა ხა 6-ზე შევკვეცო. პრინციპში, მოდი გადავწერ ხელს ახლა, ცოტა დროის ფლანგვა გამოვდის, მაგრამ აინახავს აქ უფრო მოსწავლე. შეგვიძლია ეს 6-ზე შევკვეცოთ, აქ 9 დარჩება, რაც უფრო პატარა რიცხვები გვექნება. და თუ ვკვეცავთ აქ 1, 2, 3 ერთ წევრი გვაქვს და შესაბამისად თითოეული მათგანი უნდა გავყოთ 6-ზე, აქ იქნებოდა 79 თუ გავყოთ 6-ზე. 13, ანუ 1300. ნუ მოკლედ. გვაქვს x + 150 ჯერ 9 უდრის 10x + 1300. აქ 9x-ია პლუს ეს არის 1350 თუ არ ვცდები 10x და პლუს 1300 და აქედან x უდრის 50. ნუჩა. დავთავრდო ვიპოვეთ რასაც ვთქვით. მაგრამ სხვადასხვის მარტივი ამოცანა, მაგრამ ძალიან ბევრს უჭირს პირობის დალაგება. ეს როცა ვაკვირდები შედარებით 1000-ში გადავაწყდებით ხოლმე დაბალ კლასის მოსწავლეებსაც ძალიან აზრიანი, ძალიან მაგარი ბავშვები არიან და ხშირ შემთხვევაში პრობლემა, ალბათ ეგ უცხო თემა არის, რასაც ახლა ვიტყვი, პირობის აღქმაშია. და შეიძლება ქართულად წაკითხული ინფორმაცია ადეკვატურად არ აღიქმება მის მიერ. და შესაბამისად ბადებს გაურკვევლობას, მე გაურკვევლობიდან შიში, მე ამ შიში თუ თავიდანვე არის შოლა კომპლექსში გადაიზრდება და მე ვიყვება აღალ ასაკშიც რა, ეგ მომენტი და ნუ ახლა სვენელო, როდესაც აი ამას უსმენ და გაგიჭირდა თავდაპირველად აი შენ ამოცანის ამოხსნა შეიძლება ახლა უყურებ აგერ და ამოხსენი ვიზახი მარტივი ამოცანაა და ხვალ ჩაჯექი, წაიკითხე ეს პირობა და არა ვერ გააკეთე რა, არ შეშიდეთ რა, მეგობრებო, იცოდეთ რომ ძალიან ხშირად აქ მათემატიკური აღქმა არაფერ შუაში არა. ცოტა მეტი პრაქტიკა გჭირდებათ, შეიძლება ნაკითხობა იყოს უფრო მეტი საჭირო ვერბალურად ინფორმაციის მიღება რომ დაამოღაღოთ. შესაძლოა ახლა აბიტურიენტი ბრძანდები და ამის დრო ძალიან შედეგზე ორიენტირებული ხარ და კონკრეტული გამოცდისთვის ემზადებ, მაგრამ თვენდობით ჩემპირად გამოცდილებას ხშირად ერთ წრეზე გვიწევს ხოლმე მოძრაობა და მიუხედავად იმისა, რომ მდინარე მიზნებს მიაღწევთ, აი ძველი პრობლემები ხოლმე იჩენს თავს და რასაც გაურბოდი, წარით სწრაფად გეწევა ხოლმე და ამიტომ თუნდაც ჩავარების შემდეგ ხო რომ ჩაუსწრეთ მსგავს საკითხებს და ეს კომპლექსი ერთხელ და სამუდამოდ მოაშთოთ ხო ძალიან მაგარი იქნება. პირველ რიგში აუცილებლად ეს ამ შემთხვევაში ჩვენ ქართულად ვკითხულობთ ახლა პირობას, ქართულად მიწოდებული პირობა კარგად უნდა გაიაზროთ. გაისიგძე განოთ რა. 93. წარგუების 12%-ით გაზრდის შემდეგ საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა 5040-ია. ამის შემდეგ წარმოება გავგაზარდეს 5%-ით, სულ რამდენი ერთეულით გაიზარდა გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა. მიგონი დავალაგოთ ახლა თავიდან. ჩვენ მართალი არ ვთხოვენ აქ თავიდან რამდენი იყო, მაგრამ ისეთი მომენტია, რომ საიდან იწყება ყველაფერი საინტერესოა ხოლმე. ამიტომაც აქ საკუთარ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. თავიდან თქვათ იყო X. ორჯერ დაფიქსირდა ზრდა. ნუ ერთხელ გაიზარდა 12%-ით. გაზარდეს. და ვიცით რამდენი გახდა გაზრდის შემდეგ საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა 5040 გახდა. მაგარია. ამის შემდეგ წარმოება კვლავ გაიზარდა 5%-ით. კიდევ გაზარდეს 5%-ით. სულ რამდენი ერთეულით გაიზარდა წარმოება? ახლა ესე იგი, მე უნდა შევაფასო ამ ორივე ზრდის შედეგად. რამდენი პროცენტით არა? კარგად გვეკითხებიან და ნახეთ, რამდენი
ერთეულით, ანუ რაოდენობრივ აბსოლუტურ სიდიდეებში უნდა გავსაზღვროთ და არა ფარდობითში პროცენტებში. ანუ ფაქტობრივად ამ ცვლილებას მთხოვენ, რამდენით შეიცვალა ეგ, რამდენით. ანუ თქვენ რომ საბოლოო მდგომარეობა დათვალოთ, აქ საერთოდ არ გჭირდება თავდაპირველი მდგომარეობა, იმიტომ რომ იცით რა შეიცვალა 5%-ით. ახლა აქ წესით 105% უნდა დავთვალო 5040-ის, მაგრამ მირჩევია დავთვალო 5040 დაუმატო მისივე 5%, იმიტომ რომ გაცილებით მარტივი დასათვლელი იქნება ახლა არის 5%, 1/40, აქ რუზეც იკვეცება და 504-ს თუ გავყობთ ორზე 252-ია, ხო? ჩვენ 5 და 100 შევკვეცეთ 20 იყო ქონდ, მე 20 და 5040-ში 10-ზე შევკვეცეთ და მე მივხვდეთ ეს, ანუ დავშა რა 5292. მაგრამ ახლა მოდი თავდაპირველი რაოდენობა უნდა დავთვალოთ, ხო? რამდენი იყო და აქ როგორ ვიქცევით? ესე იგი იყო x-ი, ემატება რისი 12%, რა თქმა უნდა თავდაპირველი მდგომარეობის ან x-ის 12% და ხვდება 5040. ანუ ეგ არის იგივე, თუ გავაერთმშველიანებთ 112 მე 100 dx-ი და აქედან x-ი უდრის 5040 გავრავლებული 100 და გაყოფილი 112. ო, აბა მოდი ნახოთ ახლა დავალებოთ ეგ რამდენად კარგი რიცხვია, ხო? მოდი პირველ რიგში შევკვეცოთ ახლა ჩვენ 100 და 112, აქ იქნებოდა 4-ზე შეგვიძლია შევკვეცოთ 25. 11-ში 4 მოთავსდება 2-ჯერ, რჩება 3, 32-ში 4 მოთავსდება 8-ჯერ, 28. რა ვქნათ ახლა ჩვენ? 5040-ი 7-ზე უნდა იყოფოდეს მაშინ ამ მთელი რიცხვი რომელი. 50-ში 7 მოთავსდება 7-ჯერ, რჩება 1, 14-ში კი იყოფა 7-ზე და პრინციპში 28-ზეც იყოფა. მოდი გა 7-ზე შევკვეცოთ, აქ 4 იქნებოდა, აქ იქნებოდა 50-ში 7-ჯერ, რჩება 1, 14-ში 2-ჯერ და მივიღეთ 720-ში. 720-ში 4 მოთავსდება, ეგ არის 180 და მოდი 180 გავამრავლოთ 25-ზე. ნუ არ ვიცი ახლა თქვენ იცით თუ არა 25-ზე გამრავლების წესი, მაგრამ ეგ იგივეა 2 0 მივუწერო და გაყო 4-ზე. ანუ გაამრავლო 100-ზე და გაყო 4-ზე. ნუ ეგ მარტივია ახლა აქ 45-ია და 4500, ხო? ანუ თავდაპირველად იყო 4500 x-ი. მე 4500-დან გახდა 5292. და ნუ რამდენით გაიზარდა რამდენი ერთეულით და თუ გამოვაკლებდით დიდ პატარას მივიღებდით სათანადო პასუხს. ანუ 792. გავაგზავნოთ 194 ამოცანა. ფილმის თანამშრომელთა 99%-მა იცის ინგლისური ან გერმანული. კი ბატონო. ნუ როდესაც ან კავშირი მოდი ჩავწეროთ ისე პრინციპში ინგლისური ან გერმანული, აქ უნდა გაგახსენდეთ უკვე რომ არის გაერთიანება. ხო, ანუ ორივე ენის მცოდნე ჯამში ერთი ენა იცის, ორი ენა, მეორე ენა, პირველი ენა თუ ორივე ენა ერთად არის თანამშრომელთა 99%. ამასთან ინგლისური იცის 30-მა თანამშრომელმა, გერმანული კი 24-მა. კი ბეტონო, ინგლისურის მცოდნე არის 30, გერმანულის მცოდნე არის 24. ფილმის თანამშრომელთა 10%-მა კი ორივე ენა იცის, ანუ ორივე იცის 10%. რამდენმა თანამშრომელმა იცის მხოლოდ ინგლისური, ესეც ამუშევარი გვაქვს, დაღეჭილი გვაქვს ეს თემა. ჩვენ გვეკითხებიან მხოლოდ ინგლისურს.
და თუ ახლა გაგახსენდებათ და როცა ვიმუშავეთ ამ თემაზე ჩვენ ესეთი გამოცდილება მიიღეთ, მაშინ გემახსოვრებათ, რომ ნახაზის დახმარებით ძალიან კარგად გავდივართ აქ ფონს, ხო? აი პრინციპში ჩვენ ახლა აქ უნივერსალურ სიმრავლესთან შეხება არ გვექნება, ანუ ეს უნივერსალური სიმრავლე როგორ არის სულ არსებობს, მაგრამ ჩვენ რა დათქმა შემოვიტანეთ, როცა ამაზე ვსაუბრობდით ახსნის დროს მოსავლების გასაგონად ვამბობ ახლა. თქვით რომ უნივერსალური სიმრავლე დავარქვათ ისეთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, შინაურულად, როდესაც არის ისეთი ხალხი, რომლებიც მოცემულ თვისებებს არ ატარებს, აი არც ერთი თვისება არ გააჩნია რა. მაგრამ ახლა აქ ასეთი ხალხი არა, კი, გვეყოლება პრინციპში, იმიტომ რომ ფირმის თანამშრომელთა 99%-მა იცის ინგლისური ან გერმანული და ესე იგი არიან ისეთები, რომელმაც არც ერთი ამ ორი ენიდან არ იცის. როდეში პირიქით გვექნება უნივერსალური სიმრავლე. კარგი. და მოდი, ყველა ავნიშნოთ X-ი. სულ. მაშინ რა თქმა უნდა, ინგლისური ან გერმანული სწორდა იქნებოდა 99%-ი X-ი. ან აქ იყოს ინგლისურები, აქ იყოს გერმანულები. და იმაზე ვსაუბრობდი, აი მხოლოდ ინგლისურს როგორც კი გაიგონებთ, რა თქმა უნდა, ეგ არის, ხო? ანუ რომლებიც ინგლისურში არის, მაგრამ გერმანულში არა. და ფაქტობრივად ეს უნდა და ნახატი ძალიან დაგეხმარებათ აქ ახალში. ინგლისური არის 30, ეგ ვიცით. გერმანული არის 24. ორივე ენის ცოდნი არის 10, ასეთი X-ი, ხო? ფირმის თანამშრომელთა 90%-მა იცის ორივე ერთად. რა თქმა უნდა, 11 მეასედი X-ი იქნებოდა, რომელმაც არც ერთი ენა არ იცის, იმიტომ რომ თუ ორივე ენა იცის 99 მეასედმა, ესე იგი არც ერთი ენა არ ცოდნია 11 მეასედს დანარჩენს, ხო? ერთიდან. შესაბამისად, ახლა თუ აქ ჩვენ ამას ეგ ხო ვიცით გაერთიანება ვისი ტოლია რომელიმე ენის ცოდნა მაინც ერთი ენის ცოდნა მაინც არის 99 X-ი და ეგრისი ტოლი იქნებოდა 30 ინგლისურებს დამატებული გერმანულები და გამოკლებული თანაკვეთა, ხო? ერთხელ უნდა გამოვაკლდეს ეგ. ახლა ეს გადმოვიდოთ აქეთ შეკრებით, ეს არის 99 მეასედი X-ი. ეგ არის 54. ესე ძიმე პასუხი გამოვდის, ხო? აი, შეიძლება ასე დამატებდა. იკვეცება აქ 911 არის ეგ 6 და X-ი გამოვიდა 611. რაღაცა გამოგდის კარგად, რაღაცა გვეშლება. გვეშლება ახლა მეგობრებო აქ ჩვენ, იმიტომ რომ 611 ადამიანთა რაოდენობა ვერ იქნებოდა, ხო? წავიკითხოთ კიდევ ერთხელ ფირმის თანამშრომელთა 99%-მა იცის ინგლისური ან გერმანული ან კავშირი. კი. 99 X. ამასთან ინგლისური იცის 30-მა თანამშრომელმა და გერმანული 24. კი ბატონო, 30 + 24. ფირმის თანამშრომელთა X-ის 10%-მა კი ორივე ენა იცის. კი. და უნდა გამოკლებოდა ამას. რამდენმა თანამშრომელმა იცის მხოლოდ ინგლისური. ჯერჯერობით ყველაფერი სწორი გვაქვს, საინტერესოა. დათლა სწორი გვაქვს ახლა ჩვენ გამონგარიშებაში შეცდომა არ დაგვიშვია და ალბათ ავტორს აქვს ხარვეზი. მოდი აქ პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. აი რომ ყოფილიყო შეიძლება 0 და 9 აქ შეცდომითაა დაწერილი და აი აქ 0 უნდა ყოფილიყო პირობითად, ხო? აი აქ უნდა იყოს 0-იანი. აი თქვა 80% რომ ყოფილიყო რა იქნებოდა? მაშინ ეს 80% იქნებოდა 20% იქნებოდა ეს ხალხი, ვინც არც ერთი არ იცის.
მაშინ აქ იქნებოდა 90%, ხო 10 რომ გადმოვიდოდა გამოკლებით, შესაბამისად 9-ზე რომ შეიკვეცებოდა აქ 10 დარჩებოდა, ეგ ასე და 60 გამოვიდოდა. ანუ თუ სულ 60 არის ის, ვინც ორივე ენა იცის, უბრალოდ სულ ფირმაში, მაშინ ისეთი ხალხი, რომელმაც ორივე ენა იცის, იქნებოდა 10%, ხო? 60-ის 10%, ეგ არის 6. და შესაბამისად, თუ ეს იქნებოდა 6 კაცი, მაშინ აი რასაც გვეკითხებოდნენ, ეს ხალხი ხო იქნებოდა 30 - 6, ანუ 20. და სხვათა შორის პასუხებშიც 24 უწერიათ. ანუ მექანიკური შეცდომა ალბათ ბეჭდის დროს 9-იანი მოეჩვენათ, 0-იანი მოეჩვენათ 9-იანად და აუგრიბეს ეს. თორე ავტორს სწორად იქნებოდა მოფიქრებული. 95. ტურისტულ ჯგუფში 40 ტურისტია. მათგან თითოეული ფლობს ან ინგლისურს, ან ფრანგულს, ან ორივე ენას. იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც იციან მხოლოდ ინგლისური, 8. აი ახლა დააკვირდით როგორი სიტუაცია აქ. აქ უკვე ისეთი გარემოებაა, რომ თვისების არ მქონი ადამიანი არ აქვს, ხო? იმიტომ რომ 40-აო და 40-ვედან ან ინგლისური იცისო, ან გერმანული იცისო, როდეში ფრანგული არის აქ, ხო? ფრანგულიო, ან ორივე ენა, ან უნივერსალური სიფრასის ნახაზი აღარ გჭირდება რა. იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც იციან მხოლოდ ინგლისური, 8-ია იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც მხოლოდ ფრანგული. და 1/5-ჯერ მეტია იმ ტურისტების რაოდენობაზე, რომლებიც იციან ორივე ენა. მოდი იქით აღნიშნავ ორივე ენა ვინც იცის. მაშინ დააკვირდით ახლა ინგლისურზე საუბრობდა, ხო? აი ცოტა დიდი წინადადების, აი აქ რაც იყო, იმ ტურისტების რაოდენობა იწყებს და აი აქამდე ჩამოდის, ხო, წარმოიდგინეთ ოქროები, აი ეგ არის ერთი წინადადება რა. ეგ არის ერთი წინადადება. და რას გვეუბნება, მხოლოდ ინგლისურის ცოდნა 8-ია იმათზე, რომლებიც მხოლოდ ფრანგული იციან და 1/8-ჯერ მეტია იმათზე, ვინც ორივე ენა იცის. ეს თუ x-ია, ეს ხო 1/5x გამოვიდოდა. იმიტომ რომ მხოლოდ ინგლისურები აი ეს არის აქ, ხო? და მათმა 8 იციან ვიდრე მხოლოდ ფრანგული და 1/5-ჯერ მეტნი არიან ვიდრე ორივე ენის მცოდნეები. და რადგანაც აი ეს ხალხი მხოლოდ ინგლისური მცოდნეები, მხოლოდ ფრანგულებზე 8-ია, მაშინ 1/5x მინუს 8 იქნებოდა, ხო? ახლა რა გამოდის? 1/5x, ანუ მხოლოდ ინგლისურებს, რომ დავუმატოთ ორივე ენის მცოდნე და რომ დავუმატოთ მხოლოდ ფრანგულები, გამოვა 20. ეს არის 4x, ეს 48 და x გამოვიდა 12. ჩვენ გვეკითხებიან რამდენმა ტურისტმა იცის მხოლოდ ფრანგული და მხოლოდ ფრანგული აი ეს ვინ იყვნენ 1/5-ჯერ 12 მინუს 8. აი გამოდის 18 და 10 უნდა გამოდიოდეს წესით პასუხი. უნდა ნახოთ 96-ოდენო. 196. ორი რიცხვის ჯამი 24-ია. ერთი რიცხვის 35%, ერთი რიცხვის 35% ტოლია მეორეს 85-ის. ну თქვათ ეს პირველი რიცხვია x, მეორე რიცხვია y, ანუ გამოდის რომ x + y არის მეგობრებო 24 და ერთი რიცხვის 35%, ანუ 35-100x ტოლია მეორე რიცხვის 85%-ის. 85-100y-ის. იპოვეთ ამ რიცხვებიდან უმცირესი. ну შეიძლება გამოთვალოთ ორივე და
თქვათ, მაგრამ ალბათ y იქნება უმცირესი, იმიტომ რომ მისი დიდი ნაწილი უდრის x-ის მცირე ნაწილს და ესე იგი y პატარა უნდა იყოს. აი, არა უშავს, ეს შევკვეცოთ. მოდი აქედან გავსაზღვროთ ახლა x-ი რა იქნებოდა. 35 და 85-ის ხუთზე შეიკვეცება, აქ არის 7, აქ არის 17. ანუ 17 მე-7 y გამოვიდა. და თუ ας ჩავსვამით ახლა ერთ ცვლადამდე დავიყვანდით 17 მე-7 y პლუს y უდრის 24-ს, ანუ აქ გავაერთოთ შენიანად 24 მე-7 y უდრის 24-ს და აღმოვაჩენთ, რომ y უდრის 7 იქნებოდა ვინც იცის რომ რა ცოტა რა, ну შესაბამისად x-ი 17 გამეტიოდა, ხო? პასუხი იქნებოდა 7. უმცირეს ვინც იცის რა უმცირეს იქნებოდა 7. 97 ნომერი. სტუდენტმა იყიდა ორი სხვადასხვა წიგნი. სულ გადაიხადა ეფსილონი. თუ პირველი წიგნი იქნებოდა 25%-ით ძვირი, ხოლო მეორე 50%-ით ძვირი, მაშინ პირველი წიგნის ფასი 2 ლარით მეტი, ხო, პირველი წიგნის ფასი 2 ლარით უფრო მეტი იქნებოდა მეორე წიგნის ფასი. კარგია, ანუ ნახდება, ესე იგი, რეალურად პირველი წიგნი ღირს x-ი, მეორე წიგნი ღირს y. ლარი დავწეროთ აქ და სულ 6 ლარი გადაიხადეს. ახლა აქ არის თუ მოხდებოდა რაღაც ესე პებლის ეფექტი რაღაც ესეთი. თუ პირველი წიგნი იქნებოდა 25%-ით უფრო ძვირი, ანუ 125 100-ს გამოვიყენებ მოდი ახლა. ანუ 25%-ით ძვირი ნიშნავს, რომ 100%-ზე მატება 25%, 125%. ხოლო მეორე წიგნი 50%, ანუ 150 100-დი y იქნება, რა. მაშინ პირველი წიგნის ფასი 2 ლარით უფრო მეტია მეორეს, ანუ ეს 2-ით მეტი იქნებოდა, ხო? ანუ მომდგეთ და 125 100-დი x გამოვაგოთ 150 100-დი y, ეგ იქნებოდა 2. იქ ვიცით, რომ x პლუს y არის 6 და სისტემა ამოსახსნელი. მოდი შევკვეცოთ 25-ზე იკვეცება ახლა მეორე კანტოლების წილანდების მცველი დამიშველი და აქ იქნებოდა 5, აქ 4, ეგეც იკვეცება 25-ზე, აქ იქნებოდა 6, აქ 4. მოდი რა ვქნათ, იცით? მეორე გავუბრალოთ 4-ზე, აქ იქნება 5x minus 6y უდრის 8-ს. და შესაბამისად 6-ი გავუბრალოთ ზედაპირველება x plus y უდრის 36-ს და 5x minus 6y უდრის 8-ს. იქიდან გამოდის, რომ 11x უდრის 48-ს, x უდრის 20-ს. და შესაბამისად y იქნებოდა 2. კითხვა. რა არის პირველი წიგნი? ახლა რა არის, ხო? ანუ 4 უნდა იყოს პასუხად. ამი დავაგრძელოთ. მოსდა 18. კილოგრამი ნედლი სოკოსაგან მიიღეს 2.5 კილოგრამი მშრალი სოკო, რომელიც 12% წყალს შეიცავს. რამდენი პროცენტი წყალი შედის ნედლ სოკოში? აქ არის ფაქტობრივად ცვლილება, მეგობრებო, და ცვლილება მოდის რაზე? წყალი აორთქლეს, ხო? ანუ იდეაში ნედლი სოკო გქონდა, ნედლი სოკო. და აქედან მივიღეთ მშრალი სოკო, ხო?
შრალი სოკო. ნუ ნედლი სოკო ვიცით 22 კილოგრამია და ჩვენ უნდა მივიღოთ 2.5 კილოგრამი. რამდენი წელი გავხდეს, ხო? მაგრამ რა არის ოქროები ახლა აქ საინტერესო ნახეთ. კი ბატონო, ეს ასე უნდა მივიღოთ, მაგრამ ნედლი სოკო რა შეიცავს? მოდი ასე ვთქვათ, ხორცი, სოკოს ხორცი რა რაღაც ისეთი და წყალი, ხო? წყალი. მე რა ვიცით ახლა 22 კილოგრამი ნედლის სოკოსგან მიიღეს 2.5 კილოგრამი შალი სოკო, რომელიც შეიცავს 12% წყალს. და იმ შალი სოკო რომ გააკეთეს, უკვე წყალს შეიცავს 12%. და მაშინ ხორცი რა იქნებოდა? ხორცი იქნებოდა 88%, ხო? დანარჩენი. და მე მაინტერესებს რას ვეკითხებიან, რამდენი პროცენტი წყალი შედის ნედლ სოკოში. აი მეკითხებიან რამდენი პროცენტია. ახლა მუღამი რა არის ოქროები, შეხედეთ. საერთოდ ასეთ ამოცანებში ჩვენ ვაკვირდებით რა არ იცვლება. არ იცვლება მეგობრებო, ფაქტობრივად აი რაც მე აღნიშნე ახლა ხორცი რომ დავარქვი, აი სოკოს ხორცი რა. წყალი ორთქლდება, მისი რაოდენობა იცვლება, მაგრამ არ იცვლება მასა, რაც არის, აი, ასე ვთქვათ, მხოლოდ სოკო, წყლის გარეშე. რა თქმა უნდა, ნედლ სოკოში რამდენიც იქნებოდა, რამდენი კილოგრამიც, ну პირობითად 1 კილოგრამი ვთქვათ, იგივე იქნებოდა შალ სოკოში, მაგრამ მისი ხედრითი წილი რა თქმა უნდა, შეიცვლებოდა, ამ შემთხვევაში გაიზრდებოდა იმის დამიხადვით, რომ სხვა ელემენტის შემცველობა მცირდებოდა, წყლის შემცველობა. შესაბამისად, ხორცი რამდენი პროცენტი იქნებოდა 100-x%, ან ეს არ იქნებოდა? კი, იქნებოდა, მაგრამ ეს 22 კილოგრამის 100-x%, რამდენი კილოგრამიცა ზუსტად იმდენი იქნებოდა 2.5 კილოგრამის 88 ვენსი. აუცილებლად. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, სოკოს ხორცი ეს რაოდენობა არ იცვლება. მოდი ეს ასე შევკვეცოთ. პრინციპში აქ ხო 22 ჯერ 100-x გვაქვს, აქ 2.5 ჯერ 88 და 22 და 88 შეგვიძლია შევკვეცოთ 4-ია. შესაბამისად, აქ 100-x უდრის 10 და x-ი გამოდიოდა 30. 90% წყალი იქნებოდა ნედლ სოკოში თავიდან. აბა, დაახლოებით იგივე ამოცანა ჩანს 99-ს, ხო? ნედლი სოკო შეიცავს წყალს 72 მეასეც, ხოლო გამშრალი შეიცავს 20% წყალს, ანუ გააშვეს, ესე იგი მიიღეს მშრალი სოკო და შეიცავს რამდენი 20%, ანუ 20 მეასეც წყალს, ხო? რამდენი გამშრალი ხილი მიიღება 20 კილოგრამი ნედლის სოკოს, ანუ თავიდან სოკო იყო 20 კილოგრამი. და რამდენი მშრალი სოკო მიიღება? 20 კილოგრამი. ახლა მოხდები რა არის? ну აქ თუ წყალი მოდი დავდოთ 72 და აქ 20. წყალი აქ იყო 72%, 20%-ია. რა თქმა უნდა, გამოშვების შემდეგ წყლის რაოდენობა შემცველობა მცირდება, მაგრამ აი ასე ვთქვათ, ის სოკოს ხორცი, ხო? რასაც ვჭამთ, აი მისი რაოდენობა არ შეიცვლებოდა, იმიტომ რომ მხოლოდ წყლის რაოდენობა იკლებს, მხოლოდ წყლის რაოდენობა მცირდება. შესაბამისად, ეს იქნებოდა ხორცი, ასე ვთქვათ, 28%, აქ იქნებოდა უკვე 80%, ხო? კი, მაგრამ თქვენ რომ დათვალოთ ახლა 20 კილოგრამის 28
80%. და რომ დავთვალოთ x-ის 80%, ეს უნდა გამოდიოდეს იგივე. 100 შეკვეცავს, 20 და 80 ერთმანეთს კვეთს, 4 და 28 კიდე შეკვეცდა ერთმანეთს და საბოლოო პასუხი იქნებოდა 7. ნუ x-ით რა გვქონდა აღნიშნული? ჩვენ ამ შემთხვევაში x-ით გვქონდა შალისოკოს რაოდენობა, ანუ x-ი კილოგრამი იქნებოდა პასუხი. და ხოდი ამ ვიდეოს ბოლო ამოცანაც, მეორე 100 ამოცანა განვიხილოთ. წლისწავლო წლის დასაწყისში კლასის მოსწავლეების 60% ვაჟები იყო. აი, დასაწყისი. მიდი სულ კლასში იყოს თქვა x-ი. ვაჟები რამდენი იქნებოდა? 60% იყო, ხო, ანუ 60 მიასედი x-ი. წლის განმავლობაში ვაჟების 1/5 სხვა კლასებში გადავიდა. ბოლოს ანუ ესე იგი, მთელი რაოდენობას მოდი ჯერ თავიდან ამოვიდა. ვაჟებს რა მოვიდათ? ნუ რამდენიც იყვნენ, მათი მეხუთედი სხვა კლასებში გადავიდა, ანუ რამდენი დარჩა? ვაჟი 60 ასეთი x-ის 4/5. იმიტომ 1/5 თუ გადავიდა, 4/5 ხო დარჩება. მოდი რა ვქნათ, იცით? მასიანის დატოვება მიყვარს ხოლმე და ასე შეკვეცავ რა. 12, ანუ 48 მიასედაც დავტოვებ უბრალოდ მნიშვნელში. გოგონების რაოდენობა უცვლელი დარჩა, არ შეცვლილა. კარგი ბატონო. კლასის მოსწავლეების რამდენი პროცენტ შეადგენენ ვაჟები წლის ბოლოს? ახლა ნახეთ. თუ გოგონები უცვლელი დარჩა, მაშინ მთელ რაოდენობას გამოაკლდება მხოლოდ წასული ბავშვები, ხო? კი ბატონო. ანუ სულ რამდენი ბავშვი დარჩებოდა? x უნდა გამოკლებოდა ბიჭების მეხუთედი, ანუ 60 მიასედი x-ის 1/5 უნდა გამოკლებოდა. გამოვიდოდა 88 მიასედი x-ი. ასე იგი, ნახეთ ახლა კითხვა რაში მდგომარეობს. წლის ბოლოსო, ვაჟებიო, ანუ ეს 48 მიასედი x-ი კლასის მოსწავლეების, ანუ ახლა მიმდინარე მოსწავლეები, აი ის რომ 1/5 ვაჟების რომ გადავიდა. ხო? მოსწავლეების რამდენ პროცენტს შეადგენენ ვაჟები? ანუ ვაჟები ყველა მოსწავლის, ხო? როგორ ვაკეთებ თავს? რასთან შეიძლება შედარება ის მიდის მნიშვნელში? და შესაბამისად შეფარდობას ვამრავლებთ 100, ანუ პროცენტებშიც გადავყვანს. 48 და 88 იკვეცება, ეს 8-6 11-დია უხროები, გამრავლდება 100 და პასუხი იქნება 611. ავტორსაც 100 აქვს. კარგი. მოდი ახლა დავისვენოთ და გავაგზავნოთ ამოცანების განხილვა 201